მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერე მეტრეველი და ჩემთან ერთად არის ჩემთან წამყვანი დათო ზურაბიშვილი, რომელსაც მივესალმებით. მოგესალმებით. ასე მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს FM 103.9-ზე, ვინც გვისმენს რადიო პალიტრის ეთერით და ჩვენს ტელემაყურებელს პალტრანიუსის ეთერში. დღეს როგორც ყოველ პარასკევს ვცდილობთ რომ შევაჯამოთ პოლიტიკური მოვლენები, ანუ მთავარი პოლიტიკური მოვლენა ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება არის ეს პროტესტი. რომელიც ხო უკვე 114 დღეა თუ 115 გრძელდება უწყვეტად. ხელისუფლება კი ცდილობს რომ დასცინოს ამ პროტესტს. ირაკლი ყობახიძე გამოვიდა საზოგადო მოყოლის ეთერით და მოდიონ რაღაცა 304 კაციო არც ერთ ქვეყანაში არ ხდება რომ 300 კაცმა ქუჩა გადაკეტოსო, კეტავენ ქუჩასო და თან სიამოვნებით იხდიან ჯარიმებს ბიუჯეტს გვივსებენო. მაგრამ ნუ ფაქტ თან ეთყობოდა რომ ძალიან ნერვებს უშლით ეს პროტესტი. უნდათ ამის მიუხედავად იმისა რომ თქვა არ არის ისეთი მასშტაბური როგორიც იყო თავიდან, მაგრამ არის უწყვეტი და პლუს ყოველ წუთს შეიძლება ის გახდეს მასშტაბური. ხო ეხლა 22 მარტს არის დაგეგმილი აქცია, 31-ში არის კიდევ ერთი აქცია დაგეგმილი და ნახოთ ეხლა რამდენი ხალხი გამოვა. მაგრამ ნუ ფაქტია რომ თითქოს ერთი შეხედვით ახლა რას უნდა უშლიდეს, ხო იტყვი ეს 400 კაცი იკრიბება ყოველ რუსთაველზე, მაგრამ ნუ ისე უშლით რომ ამის გამო კანონები შეცვალეს და ამ ხალხს ყოველდღე 5,000 ლარიან ჯარიმას უწერენ რუსთაველზე დგომის გამო. ხო ადამიანი იმის გამო რომ მოდის ყოველ საღამოს რუსთაველზე დგას, ურიგებენ ამ 500 ლარიან ჯარიმებს და ის ფონდები დააყეთაღეს, რომელ ფონდებიც მათ ეხმარებოდნენ ამ ჯარიმების გადახდაში. ხოდაშორის საინტერესო ის გავიგონეთ შედარებით აი ხელისუფლების ცოტა ისეთი შედარებით ინტელექტუალური ნაწილი როა ხელისუფლების მომხრეების, იმიტომ თვითონ ხელისუფლების მაღალ ეშელონებში საერთოდ ინტელექტი იშვიათობაა, ძალიან დეფიციტია, მაგრამ ყავთ ადამიანები, ვინც ფიქრობენ რაღაცებს და ძალიან საინტერესო და ორიგინალური თეორია გავიგე, რომ პროტესტი ავტორიტარიზმის მატება რო ხდება ჩვენთან, აღიარებენ ამას, რომ კი ხელისუფლება ხდება უფრო და უფრო ავტორიტარული. ეს ყოფილა პროტესტის ბრალი. იმიტომ რომ არ ჭირდებიან კაცო დაბარაკნა. ეხლა ხო გასაოცარია ეს ამიდგომა იცი რომ ხელისუფლების შენარჩუნება არის უმაღლესი ხო ეს ითვლება უნდა ქნას ესე ხო და ხელისუფლება ეხლა ხელისუფლებას სხვა დათმობს და აბა დემოკრატია სხვა რა არის თუ არა რომ ხელისუფლების დათმობა და გადაცემა მოხდეს არჩევნების მაგრამ როცა მე არჩევნებს შენ არ ატარებ ამ ქვეყანაში და აზრი აღარ აქვს არჩევნებს ხალხი გამოდის ქუჩაში და შესაბამისად მაგრამ ამით როგორ მიდგომა აქვს რომ ხელისუფლების შენარჩუნება არის მთავარი მიზანი ამ ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერი მოსულა ანუ ხელისუფლების ყველაფერი მართლდება ამით. არც განიხილება შესაძლო ვარიანტადაც კი. ანუ ტიპი როა ხელისუფლებაში ხა ვინც არის. იმას მიაჩნია რომ სულიკ უნდა იყოს რა. დავარეკ ბატონ ბიზნესთან კარგად თუ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს და მერე თვითონ რომ აღარ იქნება და შვილი და შვილიშვილიც უნდა იყოს ეთყობა. არა, ურთიერთობაც არ არის, კაცო, ამ ბიზნესა ივანიშვილს მიაჩნიას. არა, ბიზნესს გასაგებია რომ ის უნდა იყოს სამუდამოდ ხელისუფლებაში. ხო, გითხრას ახლა პირველ 12 წელი უნდა ვიყოთო კიდევ. 12 ხო ვიყავთო კიდევ 12. ეგ მინიმუმო. მერე კიდევ 12 ასე იქნება. მაგდა ამის წინააღმდეგ თუ ვინმე მიდის, არა და დემოკრატია ხო ეს არის რომ პირიქით ხელისუფლების სულა უნდა არსებობდეს. გასაგებია ესენი ყველანი არიან მოღალატეები, აგენტები და ის ხალხი ვინც ამ ხელისუფლების ხარდაჭერია, ამ ძალადობას და ამ დაჭერებს და ავტორიტეტებს ამართლებს. იმიტომ აბა ეხა შენ ხელისუფლების ჩამოგდება გინდა. აბა ეხა შენ თუ რისი ხო, მოხდება, აბაში მოხდება დაგიჭერენ, აბა რას გიზამ. გამოდის რომ ხელისუფლების შენარჩუნება არის ყველაზე ლეგიტიმური, ყველაზე ისეთი უმაღლესი მიზანი და ამის გამო ყველაფრის კადრება მოსულა. ვინც ასე ფიქრობს და ვინც ამ ეგიდით არის ხელისუფლების მომხრე, ეს ხალხი არ შეადგენს ძალიან ისე აკადემიურად ვიტყვი დემოკრატიულ რესურსს ამ ქვეყანაში. ანუ ამ ხალხს არ უნდა ეს დემოკრატია რა, რასაც ქვია. დასავლური ტიპის ლიბერალური დემოკრატია, როდესაც ხელისუფლების წყარო ხალხია, ის კი არა რომ ერთხელ აგირჩია და ახან ერთხელ ავირჩია, მე სულმე უნდა ვიყო. სუალებადობა ხელისუფლების ნორმაა. ხან ხელისუფლებაში ხარ პოლიტიკოსი, ხან ოპოზიციაში ხარ, ეს ნორმაა. ძალაუფლება არის გადანაწილებული საზოგადოებაში, სხვადასხვა ფენებში, თვითმმართველობების დონეზე, არის დაბალანსების და შეკავების მექანიზმები. აი ეს ყველაფერი სიკეთეები, რასაც მოაქვს ის კეთილდღეობა, რაც ევროპას აქვს დღეს თუნდაც. ანუ რა რისკი რაც თითქოს ჩვენ უნდა წავსულიყავით ყოველ შემთხვევაში ფორმალურად ამას ვაღიარებდით რომ მიზანი ეს არის. დღეს ნელ-ნელა უკვე აი ლამის თეორიულად გვისაბუთებენ იმას, არა ეს საჭირო აღარა. ახლა უნდა იყოს სულ ბიზნესი.
ეგან უნდა იყოს საკავტორიტარული მეთოდი, რეჟიმი, იმიტომ რომ რაღაცა გეოპოლიტიკური რყევებია, იქ რუსეთი გვემუქრება, ამიტომ უნდა იყოს მყარად და ხელისუფლება უნდა იყოს ერთი და მონოლითი. ეს არის რაღაცა თეორიული დასაბუთების და ეს ხალხი არ მოინდომებს თუ მას პირადად არ დაემუქრა რამე, პირადად არ შეეხო ხელისუფლების რეპრესიები, ასეთი ხალხი, ვინც ასე აზროვნებს და ფიქრობს, ისინი არასდროს არ იქნებიან ხელისუფლების ხარდამჭერები. თუმცა ჩვენი პრობლემა მე მგონი არის არა ის, რომ ასეთი ხალხია ბევრი, თუმცა ბევრია. არ არის ცოტა. ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ ამას ვერაფერს ვერ უზამ ეგეთებს. ტიპი, რომელიც მიიჩნევს, რომ შეიძლება უდანაშაულო ახალგაზრდები ჩაყაროთ ციხეში, იმიტომ რომ რაღაცა ივან თავშვიდად იძინოს. ნუ ახლა იმას ბევრი უნდა გავაგებიო, ვერაფერს ვერ აუხსნ ცხოვრებაში, ხო? მაგრამ აქ სხვა პრობლემა გვაქვს ჩვენ და ამაზე მოდიცოდა მოგვიანებით ვიტყვი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აქ მნიშვნელოვანია რა პერსპექტივა ექნება ამ პროტესტს, რომელიც მიდის წინა გადაცემაში ვედაში რომ ვიყავით, მაშინ ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ, რატო უშლის ეს ნერვებს. და რა არის ამაში ამისთანა, რომ აი ატარებს ხალხი დაუშვათ 100 დღე განუწყვეტელი პროტესტია და რატო გიждდება ამაზე. იმიტომ რომ ეს არასტაბილურობის განცდას იწვევს და სავაჭრო არაფერი არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, იგივე დასავლეთთან და თუნდაც აღმოსავლეთთან და თუნდაც ჩრდილოეთთან სავაჭრო გარდა იმისა, რომ ის არის სტაბილურობის გარანტია. ხო, არა, მაგრამ ხა დასავლეთ შეიძლება ერთერთ მოუთხრას, რომ აი ხო ხედავთ, დამთავრდა პროტესტი, ვერაფერი ვერ დამაკლეს და მოდით დამელაპარაკეთ. და სამეს ხალხი ქუჩაში არის, ამას ვერ ეტყვის, დამთავრდა. დამთავრდა პროტესტი. ვერ არის სტაბილურობის გარანტია რა. ამიტომ გიждდება ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ნუ აი 300-ზე ცოტა მეტია, მოდი ვთქვა. გაცილებით მეტი არის, მაგრამ ეს ამ პროტესტს ემუქრება ამდენი ხანი რომ მიდის და ხალხმა გამოიარა სიცივე, ყინვა, უბედურება, ამდენი ჯარიმები, დარბევები, ბევრი რაღაცა გამოიარა ამ ხალხმა, ვინც ჯიუტად მიდის ყოველ საღამოს და რუსთაველზე დგება რა, უამინდობაში და ყველაფერში. ამ ხალხს აქვს უჩდება და გაუჩნდა ნელ-ნელა უკვე ეს ტრენდის დონეზეა და შეუძლებელია სხვანაირად ეს ობიექტური პროცესია. ცოტა უფრო რადიკალიზება ხდება მათი. ცოტა ისეთი განცდა უჩნდება, თუ იცით რაღაც ჩვენ აქ თავს ვიკლავთ თქვენი გულისთვის და თქვენ აქ ამდენი ხალხი რო ხართ. ხო, საწავიდა ის ხალხი 200 და 300-ზე რო გამოდიოდა ქუჩაში. კარგია, ზიხართ იქაც თქვენთვის ცხოვრობ და ჩვენ აქ ვიღინებთ. ამიტომ უკეთილინებია და თქვენც გამოდით. მაგრამ მოდით ასე შევხედოთ, რომ შეუძლებელია ყოველდღე გამოდიოდეს ქუჩაში 100,000 ადამიანი. იმიტომ რომ სხვა ადამიანებს, ვინც კრიტიკულადაა განწყობილი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ და თბილისში ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ, ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა მოსახლეობის, აი ეს კრიტიკული დამოკიდებულების ხარისხი არის სხვადასხვანაირი. სხვადასხვანაირი არა აქვს ყველას ერთნაირი. ის ვინც ყოველდღე 100 დღე ყოველდღე დადის, იმის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ბუნებრივია იქნება თავიდან შეიძლება სულაც არ იყო. საერთოდ არ იყო რადიკალური, მაგრამ გახდება 100 დღე რო ვიდგები ქუჩაში და რა ვიცი მე კიდე რაღაცა 50,000 ჯარიმას უნდა და ციხეში ჯარიმას დამატებენ და ციხეში რომ ჩემს მეგობრებს ჩასვამენ ცოტა გავრადიკალდები რა მომივა მაგრამ ამას ჭირდება არ საფრთხე ამ რადიკალიზაციის რაშია თავისთავად რადიკალიზაცია კი არაა პრობლემა ეს რადიკალიზაცია არ არის გადამდები ანუ რომ ბრაზდება ის უფრო და უფრო მეტად და უფრო რადიკალური რო ხდება თავის განწყობა ეს კი არ ამრავლებს ამ პროტესტს პირიქით ავიწრო ანუ ეს საფრთხეს უქმნის იმას რომ ისინი ვინც უფრო ლაითად თუ უფრო ზომიერად და ხანდახან გამოდიოდნენ აი დიდი ერთხელ რო იყო დიდი რაღაც ბევრი ხალხი რო გამოვიდა მაშინ გამოვიდა მეორედ არ გამოვიდა ვინც უფრო აი შედარებით უფრო ისე არა რადიკალურად არის დაპირისპირებული აი იმად განიზიდავს რაღაცნაირად და შეიძლება ამაში გააძლიეროს მე ფრუსტრაციის ნიჰილიზმის გრძნობა ამას მე როგორც უყურებ ეს პროტესტი ვერ მოუვლის ამიტომ რაც უფრო გაგრძელდება ეს პროტესტი თუ იქ რაღაც არ შეიცვალა, ანუ რაღაცა პოლიტიკურ პროცესში ეს არ გადავიდა, ეს რადიკალიზაცია გარდუვალია, კიდევ უფრო მეტი და გარდუვალი იქნება, რომ ეს დასტაბილდება ჯერ პირველ ეტაპზე, ანუ რაღაცა რაოდენობის ხალხი იქნება და მერე გაილევა, ეს ყოველთვის ასე ხდება. იმიტომ რომ რაღაცა პოლიტიკური შედეგი უნდა დაიდოს. მხოლოდ იმით რუსთაველი გადაიკეტება, ვერ მოხდება ის, რომ მაგალითად ბიზნესთან დანიშნოს რიგარეში არჩევანი. ამას ჭირდება გაბარტოება პროტესტის უფრო მეტი ძალების ჩავა. აი თავარი კითხვა, ხო? ანუ როგორ შეიძლება თუმცა არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ
ხოცა წყალმა ქვა ესე წვეთობით გახრიტაო ასე რაღაც თუნდაც ამ მცირე მაგრამ ყოველდღიური პროტესტის მეთოდურად ყოველგვარ რაღაც განსაკუთრებული რადიკალიზაციის გარეშე ქუჩაში ჯიუტად დგომით და კვირაში ერთხელ ფართომასშტაბით ჩატარებით როგორც აი წყალი კლდეს ხრიტავს აი ესე შეიძლება ეს რეჟიმი დასუსტდეს და მოუწიოს მას უკან დახევა მაგრამ ეს დროში რამდენ გაიწელება და ასე შემდეგ არავინ არ იცის სხვა ეხლა აქ რა მეთოდი არსებობს ხო ეხლა ხო ვერ შევარდებიან სადმე არა ეს უკვე ძალადობა იქნება ამისკენ ეხლა ვერავინ ვერ მოუწოდებს ამიტომ ეხლა ვერაფერს ახალს და გეგმას ვერ ამბობს შემთხვევაში ეხლა მოდი ეხლა შენ თუ გაქვს რამე გეგმა მითხარ კი ნამდვილად შემიძლია ჩემი აზრით რა არის გასაკეთებელი თქვა პირველი აუცილებელი არის ამ პროტესტის გადაზრდა ფართო მასშტაბიან პოლიტიკურ პროცესში როგორ არის ეს შესაძლებელი დღეს ფიგურა ლიდერი რომელსაც ასე თუ ისე რაღაცა დონის ლეგიტიმაცია აქვს ამ პროტესტში მონაწილე ამ აქტივისტებისგანაც და პოლიტიკური პარტიების უმრავლესობიდან ასე გინდა არ გინდა მოწონს ვიღაცას თუ არ მოწონს ეს არის სალომე ზურაბიშვილი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში და ეს ყველას ესმის რომ ის არის ამ შემთხვევაში დასავლეთისთვისაც ის არის თავარი ფიგურა დღეს ოპოზიციურ ფლანგზე აქ ამ პროტესტის გამომხატველიც საქართველოში ეს ერთი მომენტია მეორე არის რომ მოთხოვნა მაგალითად აი მე როგორ წარმოგიდგენია სალომე ზურაბიშვილმა რაღაც პროტესტი რო გადაზარდოს რაღაც პროტესტი რო გადაიზარდოს პოლიტიკურ პროცესში აუცილებელია რომ წარმოადგინოს ერთიანად ოპოზიციამ ამ აქტივისტებთან ეს კულუარებშია მოსალაპარაკებელი როგორ და რანაირად მოხდება ანუ ისე რომ შეთანხმება მოხდეს და ყველა მეტნაკლებად აქტორიებმა მიიღოს ეს როგორც გეგმა მაგრამ ეს გეგმა იქნება ისეთი რომ არ უჩვენებს რომ ვიღაცა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა პრიორიტეტული მაგალითად სალომე ხდება პრემიერობის კანდიდატად სახელდება გარდამავალ თავრობაში თუნდაც რომელიც აი და რიგარეში არჩევნების შედეგად უნდა მოხდეს და ეს პრემიერობის კანდიდატი წარადგენს ეგრეთ წოდებულ ჩtildeოვან კაბინეტს ჩtildeოვანის კაბინეტში შედის ის საზოგადოებისთვის მისაღები მეტნაკლებად იქნება ფიგურები არ იქნებიან ისეთ ფიგურები რომელიც ძალიან მკვეთრად არის ნაცები არ იქნებიან ნუ არა მარტო ნაცები შეიძლება სხვა პარტიებიც იყოს არ არის აუცილებელი შეიძლება იყოს მაგალითად ნაცმოძრაობასთან ასოცირებული ვიღაცა პიროვნება მაგალითად სიტყვაზე ამბობ ლაშა ბაქრაძე რომელიც მე დარწმუნებული სულ არ გამოიწვევს რაღაცა არ იქან ნაცები მოდიანს იმას თუ მაგალითად იქნება სიტყვაზე კაბინეტში ხო დაუშვათ ასეთი ანუ ჩtildeოვანი კაბინეტი რომელიც თვალხილულ ალტერნატივას გახდის რომ აი ოპოზიციურ ფლანგზე აქტივისტებთან და პოლიტიკურ სპექტრმა ერთად შეთანხმდა რაღაცა ადამიანების ჯგუფზე არ არის აუცილებელი თან ყველა მინისტრი იყოს რამდენიმე საკვანძო ფიგურა შეიძლება და პრემიერის კანდიდატი და მოთხოვნა იყოს ასეთი რომ რახან ახლა არჩევნების ჩატარება საპარლამენტო არჩევნებს კიდეც ხალხი ხარჯი რაღაცა აი თვითმმართველობის არჩევნები ხომ ჩატარდა ხომ ჩაატარონ ოქტომბერში დაინიშნოს იმ დროსაც რიგარეში საპარლამენტო და ოპოზიციამ დაიწყოს მზადება უკვე რიგარეში საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ პერიოდში ხო მაგრამ რატო დათანხმდება ხელისუფლება ხელისუფლება დათანხმდება თუ არა ეს მისცემს რა თქმა უნდა არ დათანხმდება რა თქმა უნდა არ დათანხმდება მაგრამ ეს გააჩენს ჩემი აზრით რაღაცა მეტ სტიმულებს მეტ საშუალებას მიცემს პოლიტიკურ პარტიებსაც აქტივისტებსაც წავიდნენ ხალხს შეხვდნენ განსაკუთრებით რეგიონებშია სამუშაო იგივე თბილისშიც სამუშაოა იგივე მოსამზადებელი დავიწყოთ მომზადება არჩევნებისთვის თქვათ კომისიის წევრები მოემზადონ რომ იქ რაღაცნაირად იქ თვალყური ადევნონ რომ აღარ დაუშვან თუ დაუშვათ მოხდა რიგარეში არჩევნების გაყალბა ანუ არმია შეადგინონ მებრძოლთა ჯგუფები შეადგინონ რომლებიც იბრძოლებენ სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ შეხვედრებს ჩაატარებენ მიზნობრივ ჯგუფებთან თქვათ შეიძლება პენსიონერებს შეხვდე და ელაპარაკო პენსიის საპენსიო პოლიტიკაზე რასაპირებ როგორ შეცვლი ქვეყანას ანუ თვალხილული ალტერნატივა უნდა იყოს დღეს ხო ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აი ამ პროტესტის არის რა როდესაც რიგითი ქართველი ობივატელი იკითხავს კი მაგრამ თუ ბიძინა არა მაშინ ვინ პასუხი არ აქვს აი ვინ და ეს იძლევა ამ პასუხს ვინ და ეს აი ასე ძალიან მარტივად ამ შემთხვევაში არჩევა არის გაცილებით მარტივი და მე დარწმუნებული ვარ აი არ ვიცი მე არ ვიცი რომ ჩემი გეგმა იდეალურია მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს პროტესტი გამისცემდა ახალ სტიმულს ხალხის მეტი მივიდოდა ივლიდა და იქ შეიძლება არ არის აუცილებელი ყოველ დღე იყო მაგრამ სულ უნდა იყოს პროტესტი ყოველ დღე 100,000 ვერ იქნება მაგრამ შიგადაში გეთი ხალხმრავალი შეკრებები თან
ასევე უნდა იყოს კიდე რაღაცა კონკრეტული მიზნები ცუდა დაუმატო. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია ისეთი რომ ხელისუფლებასაც ჩემი აზრი შეიძლება არ გაიზიაროს ვინმე. უნდა მისცეს საშუალება რომ ცოტა უკან დაიხიოს. ანუ უკან დახევის საშუალება შენ ახლა ჩვენ ახლა როგორ ავართ იცი ხელისუფლებას ვეუბნები რომ ჩამბარდი შენი დედა. აი ეს პირდაპირ მოდი არ ჩამბარდი და მე რას გიზამ ეს ჩემი საქმეა. ეხლა ეს როგორ რაღაცა ის არ ჩაგბარდება ასე კაცო დანი ძალიან იფიქრობს ეხლა ბიზნესა პოლიცია მემყავს ფული მემყავს რატო ჩავბარდი ამათ ეხლა მაგრამ დაუშვათ ეხლა იმის თქვა რომ მაგალითად გადადგეს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა ეხლა ეს როგორი მოთხოვნაა იცით თუ პრემიერ-მინისტრი და მთავრობა გადადგა და ახალი აღარ დაამტკიცეს ინიშნება რიგარეში არჩევნები რიგარეში არჩევნებს ფიზიკურად ვერ დაინიშნება ქვეყანაში თუ არ გადააყენე პრემიერ-მინისტრი ამიტომ მაგალითად პრემიერ-მინისტრის გადადგომის მთავრობის გადადგომის მოთხოვნა ეს მოთხოვნა აბსოლუტურად არ ეწინააღმდეგება არაფერს არც პატიმრების გამოშვების იმას და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ კი რა თქმა უნდა ბიზნესაა თავი პრობლემის თავი და თავი მაგრამ ის რომ მაგალითად ეს ახალგაზრდები ამდენი ხანი არიან ციხეში მე არ ვარ დარწმუნებული რომ ეს მარტო ბიზნესაა და მაგალითად იგივე კობახიძე პრემიერ-მინისტრი ის თავის გავლენას არ იყენებს ასეთ რაღაცებს და არა საჭირო არაფრის დათმობა მაგათა. ჩვენ გვახსოვს ბიზნესა ივანიშვილი ადრე უფრო დამთმობი იყო. ბოლო დროს საერთოდ არაფერს აღარ თმობს და სულ მიერეკება და მიერეკება. და ამაში თვითონ ამ კობახიძის სტილს უფრო გავს, უფრო ეს ტიპი ყავს ახლა. და ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, თქვენ იმას ნოვიტყვით, რა შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრი ჯერეთი არც უნდა დაინიშნოს თუ გადააყენებს. და რიგარეში არჩევნები უნდა იყოს, მაგრამ სიტუაცია ახლა თუ ნაკლებად პათოლოგი და ნაკლებად რაღაცა სოციოპატი ტიპი იქნება, ეს არ არის ცუდი, ეს არ არის რეჟიმის მიშველება, პირიქით არის. ძალა უნდა გამოავლინო, შენ ამით საზოგადოება არ იქონს, შენ რაღაცა აიძულე ხელისუფლებას, რომ რაღაცა მაიზდათ. ხა არაფერს არ. ნუ ხომ არა, დღეს არ აქვს მას ისეთი სიტუაცია, რომ რამე დათმოს. და დღესო არა არც ეგ ეს არც დათმობს მარტო შიდა ზეწოლა თუ იქ რა ამას უნდა მოყვეს გარედან ზეწოლას ორფრევი უნდა იყოს თუ ეს პოლიტიკურ პროცესში გადასდა პროცესის გაზდის შიდა წნეხს ის აუცილებლად გაზდის გარე წნეხსაც აგერ ნახეთ იგივე ტრამპის ადმინისტრაციიდან თუნდაც ჩვენ აგერ ნახეთ იგივე სენატორ რიშზე ტრამპმა რეები ლაპარაკა ეხლა უბახიძეს რეები აქ ლაპარაკები აქ და კალაძეს და სხვებს ვიცით ხო ანუ იქ ეს წნეხი გაიზრდება ამერიკიდანაც, ევროპიდანაც და ჩვენ იქ აზერბაიჯანი, თურქეთი და სხვა ქვეყნებიც არის, რომელიც დაინტერესებულია ვითარების ნორმალიზებით და თუ ყველამ დაინახა, რომ აქ ბიზნესა ივანიშვილის თუ სიტუაციის ნორმალიზება ვერ მოხდება, თუ რიგარეში არჩევნები არ ჩატარდა. რიგარეში არჩევნებში ხალხი თუ წესიერ არჩევნებში მხარს დაუჭერს ოცნებას, მაშინ მე პირადად პირობას ვდებ, რომ ნუ კი, ეს ჩემს არ იქნება მისაღები, მაგრამ ვიტყვი, რომ ნუ რა ვქნა ახლა, ხო, აი ოიგო და მოხავს უნდა და ხა ხალხს უნდა რა ვქნათ ასე იტყვის იგივე ევროპაც მაგრამ თუ არ უნდა მაშინ უგაცრავად რა მაინც აბზანდებათ უნდა და დაუთმო გზა იმას ვისაც უნდა კი ბატონო ნუ ნაწილობრივ ახლა ეთახმები შეს გეგმას რომ პოლიტიკური პროცესი რაღაცნაირად იმიტომ რომ პოლიტიკოსები ძალიან განზე დარჩნენ მაგრამ აქ მთავარი პრობლემა ამ პროცესის არის კვლავ ნაციონალური მოძრაობა რომელიც არის ძალიან დისკრედიტირებული და ამით 12 წელია სარგებლობს ეს ხელისუფლება. ბევრს ეგონა რომ მორჩა ეხა ეს ნაციონალური მოძრაობის თემა და 12 წელი გავიდა და ასე შემდეგ და ნაცები ძალიან ბრაზდებიან ამაზე და სხვა ოპოზიციურ პარტიას მიმართავენ რომ რატო გაკიდათ ოცნება ნაციონალური მოძრაობის კომპლექსი მაგრამ უკაცრავად მაგრამ სადაც არ უნდა გაიხედო 10 კაცი რო იკრიბება იქ 5 არის ნაციონალური მოძრაობისგან დაზარალებული და ის რომ მიადგება ამ ოპოზიციონერს თქვა გახარიას ან ლელოს იმან რა უპასუხოსო მე არ მაქვს ნაციონალური მოძრაობის კომპლექსიო ხო ხა კონკრეტული დაზარალებული ანუ იმდენი ადამიანი დააზარალეს თავიანთი მართლობის პირობებში ნაცებმა იმდენი დააზარალეს 12 წელი კი არა კიდე არ ვიცი 100 წელი რო გავიდეს მაინც მახსოვს ეს ხალხს შესაბამისად აი ამ სიტუაციაზე ახლა კობახიძე აგერ გამოვიდა გუშინ მამას ვამბობდი ინტერვიუს ეძლევა და ილაპარაკა რაზე რომ რა თქმა უნდა ნაცების დაბრუნება უნდათ ყველასო იმ ოპოზიციასო კი არა ხალხი ვინც რუსაველზე დგასო მათაც ნაცების დაბრუნება უნდათო და რატო იციო წამყვანს ეუბნება რო დგასო და ვინც ითხოვსო ვადამდელ არჩევნებსო ყველას ნაცების დაბრუნება უნდაო იმიტომ რომ ხო ვადამდელ არჩევნებს რო ითხოვო ხელისუფლებაში მინდა მოვიდესო 4 პარტიაო ხო იმ 4-დან 2 ნაცები არიან ასე კი გინდა ნაცების დაბრუნებაა მორჩა ეს ლოგიკა აქვს იმას ანუ შენ დათო ზურაბიშვილი თუ ითხოვ ვადამდელ არჩევნებს ნაცების დაბრუნება გინდა იმიტომ რომ ახალი არჩევნების შედეგად 4 პარტია უნდა მოვიდეს სადაც 2 ნაცულია და ისევ ამ თემას აწვევიან ეხლა აგერ ნახე პარლამენტში შექმნეს კომისია ეხლა 12 წლის თავზე 12 წელი კი არ შექმნეს ეხლა 12 წლის თავზე შექმნეს
კომისია, რომ ნაცების დანაშაულობა გამოვიძიოს. სამდროში ნაცების დანაშაულების გამოძიება კი არ აინტერესებს. კიდე ერთხელ ამ ხალხს უნდა გაახსენონ ყველაფერი. ეს კომისია ხა როგორ რაღაცა, იცი, კანონით რო დაგიბარებენ, უნდა მიხვიდე. ვანო მერაბიშვილიც რო დაიბარონ, უნდა მივიდეს, ვარს ვერ იტყვის, თორე დაიჭერე. ეხა უდესიანის საქმე, ხარძიანის საქმეს იხილავენ დღეს. და საშინელებებს ყვებიან იქ ეხა რაც ხება, როგორ წაართვა უდესიანმა კონდება და რაღაცები და ამბები ხდება. ამას რომ მოусმეს თავიდან ეს ხალხი. ამ თავიდან დაგიტრიალებს, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად პოლიტიკური პროცესის წარმართვა ჩემი აზრით ფაქტობრივად შეუძლებელია რა. მე არ მგონია, წარმოუდგენელი მგონია, იმიტომ 12 წელი აი ეს ადამიანები წარმატებით ასრულებენ საფრთხობელას როლს. მე მაგაში კიდე 12 წელი შეასრულებენ. მე პირადად გეთახმები, უბრალოდ ეს მოცემულობა ნაცები არიან, ეგეთები და ვებს ვერ უზო. მაგრამ მე რასაც ვაპარაკობდი ამ გეგმაზე, ანუ იქნება ბიზნესი რა, თუ არ ხდება. სხვა რამეს ვამბობ. სალომე ზურაბიშვილი როგორც პრემიერობის კანდიდატი და ხელისუფლება, რომელსაც კონკრეტული ჩtildeოვანი კაბინეტი, სადაც კონკრეტული ადამიანები არიან, რომელთაც ვერ მიაკერებ ასე ამ იარლიხს რა, ძალიანაც რო გინდოთ, ცოტა კობახიძე რა სიტყვის ერთია. იგივე სალომეს დათვალში ლოგიკა არის, ხა ნაცების გარეშე ვერ მოდიხარ ხელისუფლება. არა, რა ვქია, ნაცების გარეშე ვერ მოდიხარ. აგერა, აი, აგერ სალომე ზურაბიშვილი, აგერ კაბინეტი. ხო და მაშინ არა, მაშინ მაგ კი არ უნდა იყოს. მაშინ თავად უნდა იყოს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი კი არა. სალომე ზურაბიშვილი ლელო გახარია უნდა შეიკრიბონ და თქვან რომ აი ეს სამი ძალა ერთიანდება და ნაცებმა ცალკე იბრძოლონ რა ჩვენ არ გვაინტერესებს ისინი გვარამია მელია ნაციონალურ მოძრაობა ვიღაცები იყვნენ ცალკე და სალომე ზურაბიშვილმა თავისი პარტიას შექმნის თუ რა შექმნის ლელოსთან და გახარიასთან ერთად შექმნას ეს გაერთიანება ეს შეიძლება იყოს კიდევ მეტნაკლებად მისაღები მე რასაც ვამბობ იქ შეუძლებელია ნაცების იარლიხის მიგერება შეუძლებელია უბრალოდ ეხლა როცა არის პრემიერობის კანდიდატი როცა არის მაგალითად ჩtildeოვანი კაბინეტი ვერ ამარხა ხელისუფლება ხელისუფლება ეს ჩtildeოვანი კაბინეტი უნდა გახდეს თუ არჩევნების შედეგად ეუბნები რომ თუ არჩევნების შედეგად მოვედი ჩვენა ვართ რა სადაა ნაცი ეხლა იქ არ არის ამიტომ ეხლა ვიღაცა ნაცი იქნება ვიღაცა კოცი იქნება ვიღაცა შუაშისტი იქნება თუ იმისტი თუ ამისტი ეს მეორე ხარისხოვანია კონკრეტ რატო ჭრის ეს კობახიძის დემაგოგია ამ სიტუაციაში და თეზის ეს ნაცების ეს რატო მუშაობს იმიტომ რომ არ არსებობს ეს კონკრეტული ალტერნატივა არის რაღაც ბუნდოვანი კოალიციური მთავრობა ეუბნები ის გონება რა კოალიციური მთავრობა გაზვაგერ 4 პარტია ხართ ორი ყველაზე მსხვილი ეს არის ესე იგი ესენი მოდიან რა ანუ ესე იგი გეტყვის ამას ამიტომ უნდა შექმნა ან უნდა შექმნა როგორც ჩენაბობდა მე მაგასაც ვიზიებ თურსიც არ გამოვიდა გეგმა ბ ალბათ ეგ უნდა იყოს მაგრამ თავიდან უნდა იყოს ის რომ შექმნა უნდა ხილული ალტერნატივა ჯერ რომ ეს არის ამ სხვათა შორის 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციამ ჯამში მიიღო უფრო ნაკლები ხმა ვიდრე 2020-ში აი რომ დათვალო არითმეტიკულად და ეს ხო გაყალბებული არის კი გაყალბებული არჩევნები არის გაყალბებული არის ხელისუფლების შედეგი მაგრამ ამან რომ ამდენი ხმა მიიღო ეს გაყალბებაში ოპოზიციას წაართვეს რომ წაართვეს კაცო აი მაგალითად 2020-ში დაცვამა მოძრაობა აიღო სადღაც 600,000 ხმა დაახლოებით არა სხვა რამეა ნახეს არა ერთ ციფრებს შეხედე 600,000 ხმა აიღო 2024-ში ორივე ნაციონალურმა პარტიამ გვარამიამ და მიშას პარტიამაც ერთად აიღეს 400,000 ხმა 200,000 ხმა მათი გაქრა სადღაც ჩუ გაქრა კი არა მაგას არ არის გაქრა ხმა არა ან ოკეი საწავიდა 20-ებამ წაიღო რა არა ან იყიდა მათი აქტივი ან რაღაცა გადაიბირა ან რაღაცა ქნა არ ვიცი რა რა კაცო შენ თუ ვიღაცა ხმის გაქრობა რას ნიშნავს იცი რომ ვიღაცა ხმა შენ წახვედი არჩევნებზე მიეცი ხმა მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას და მე შენ ხმა დაიკარგა სადღაც გაქრა ასე მოხდა ან უბრალოდ ეს ხალხი რეგიონებში დააშინეს პირადობები ჩამოართეს ან უბრალოდ ფული გადაუხადეს არ ვიცი რაც რა მეთოდები დააშინეს კიდეც ფულის გადაუხადეს ყველაფერი მაგრამ კაცო ადრე ხომ მიცა იმ ნაცმოძრაობას იმ ხმა და ახლა რატო აღარ მიცა მე ადრე რა არ შესთავაზებდნენ მონია ფულს ადრე არ ჭირდებოდა სხვანაირად იგებდა არა ანუ ადრე იგებდა რა მაჟორიტარები ყავდა და მაგის გარეშე იგებდა პროპორციულზე ვამბობ ადრეც იყო მოსყიდვაც იყო დაშინებებიც იყო ყველაფერიც იმიტომ რომ ის რაც მოძრაობა 20 წლის იყო გამოკვეთილი ალტერნატივა იგივე ნიგამელიას სახით ხატია დეკანოიძის სხვების ანუ ახალი ტიპის ნაცმოძრაობა იყო თითქოს რომელმაც ხოდაშორის ბევრმა მიცა ისეთმა ხარ რომელიც ნაცმოძრაობას მანამდე ხმას არ აძლევდა ვითომ რეფორმირებული თუ ასე თუ ისე რეფორმირებული ნაცმოძრაობის ეგეთი და მეტი აიღო ვიდრე აიღო ახლა დაშლილი ოპოზიცია ვერ აიღო იმდენი
და ის ადამიანი, ვინც შეიძლება მიეცა ოპოზიციისთვის ხმა, აღარ მიცა, იმიტომ რომ ჩათვალა, რომ ესენი მაინც ვერ მოიგებენ და რატომ მაგრამ მიჩვენია აგერ კარტოფილი გამოვართვა რა, ვიღაცა მასე ჩათვალა. შეიძლება, მოკლედ ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ალეკო ელისაშვილი შემოგვიერთდება კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი. აშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით ჩვენი შემდეგი სტუმარი არის ალეკო ელისაშვილი, რომელსაც მივესალმები, გამარჯობა ალეკო. მოგესალმებით. გაგიმარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და ჩვენ პირველ ნაწილში ახლა ვსჯელობდით პროტესტის პერსპექტივა როგორია, რა როგორ უნდა მოხდეს, დათოს თავის რაღაც იდეა ქონდა. პოლიტიკური პროცესი როგორც არის მასთან შემდეგ. პროცესში გადაიზარდოს და როგორ გადაიზარდოს. თქვენს კი რა ხდება მოკლედ? რამე იდეები თქვენს გაქვთ თუ თქვენს დინებას მიყვებით ახლა? სიმართლეო გითხრათ, დინება საერთოდ არ მივყვე. გამარჯობა, მოგესალმებით. კარგი, საინტერესო ფორმატი გაქვს, გამიხარდა ასეთი ჭკვიანი კაცებმა გააცემას, რომ შემოუერთდა როგორც ბატონი დავითია და დინებას არ მივყვებით, უბრალოდ არ გვინდა ხელოვნურად ყველანაირ პროცესში ვართ ჩართულები, რავი, ლაზერი რო იყო პარლამენტზე მინათებული, იქიდან დაწყებული, რომელიც ვერ წაგვართვეს ეხლა ხალხს. იქიდან დაწყებული მარშები ამ მსვლელობები თუ ყველაფერში მონაწილეობთ აბსოლუტურად. იქ იმით დამთავრებული ადამიანებს ვეხმარებით ჩვენი იურიდიული რესურსით, სამართლებრივი რესურსით, რომ ჯარიმები და ბევრი შედეგი გვაქვს უკვე, რომ აი მარიამ გაბრიელაშვილი, აი ჩემი უშუალოდ ჩემი პარტიის და ჩვენი კოალიციის წარმომადგენლები გიორგი რეხვიაშვილმა 6 შემთხვევიდან 5 სიტყვიერი გაფრთხილებით შემოაფარა ცეკვავასთან მათ შორის და ყველაფერს ვაკეთებთ. უბრალოდ არ გვინდა რომ რაღაცა ხელოვნურად გავიქაჩოთ ამ რაღაცა იმ აქციის სათავეში, მაგრამ რა თქმა უნდა მეც ვიზიარებ იმას, რომ პოლიტიკა არ ხდება პოლიტიკური პარტიების გარეშე. ხო, ვიღაც ეს მოსწონს, ვიღაც არ მოსწონს, ეს ესი არის. ხო, და პოლიტიკური პარტია რაღაცა მოიფიქროთ, რომ ამ ხალხს დაინტერესოთ, ხო, რომ თქვენი მონაწილეობა. აქ რეალურად პრობლემა არის ის, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკოსების დამახასიათებელი ამპარტავნება. მაგრამ აი ეს პროცესი ჭრიალით მიდის. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, ჩვენი კოალიცია, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო უნდა გაკეთებულიყო და მასთან ერთად პირობითად თქვი და მე ამის გამო ჯვარს გვაცვეს სახალხო პარლამენტის ფორმატის რაღაცა, საკოორდინაციო საბჭო, საკონსულტაციო საბჭო, წინააღმდეგობის ფრონტი, რავი, შტაბი, რავი, ნებისმიერ რაღაცა შეგვიძლია დაგვერქმია, მაგრამ ასეთი რამ უნდა გაკეთებულიყო, რეგლამენტიც ჰქონდა გაწერილი, როგორ შეიძლება იმუშავა. ეხლა რაღაც სასაცილო პარლამენტის გაკეთება კი არ გვინდოდა რაღაცა ჩინური პარლამენტის. არა, უბრალოდ რაღაცა უფრო მეტი კოორდინაცია უნდა ყოფილიყო, რო არ ყოფილიყო, რომ აცაბაცა თუნდაც საერთაშორისო ვიზიტები ყოფილიყო, აქ უცხოელები რო ჩამოდიან ცალ-ცალკე ოფისებში რო შეხვედრა. ამას რა თქმა უნდა აფერხებს უნდობლობა ერთის ხრივ ოპოზიციაში არსებული და მეტი მოჭარბებული ამპარტავნება ზოგიერთი პოლიტიკოსი კი არ მგონი ყველასი, მაგრამ რაღაცა ნელ-ნელა ეს პროცესი მიდის, აგერ მიდის ახლა ინტენსიური კონსულტაცია ზუსტად ამ თემაზე სალომე ზურაბიშვილთან. ხო, მე წინა ბლოგში ვამბობდი, რომ ნაცებთან ერთად არაფერი არ გამოვა ჩემი აზრით და მე მიმაჩნია, რომ თუ ამ პროცესს დაიწყებთ სალომე ზურაბიშვილთან, უნდა დაიწყოთ ამ ორი ნაციური პარტიის გარეშე. ამ თქვენ გახარია იქ თავისი ახალი ხალხი ვინც არის სალომე ზურაბიშვილი მოძრაობა, რავი, თავისუფლების მოედანი იქნება თუ ახალი მოძრაობა ხო, ყველა ოღონდ ნაცებმა იყვნენ ცალკე, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ყველაფერს 12 წლის თავზეც ხელისუფლება ნაცების ხარჯზე ახერხებს ყველაფრის დისკრედიტაციას. აგერ ახლა პროცესი აქვს დაწყებული პარლამენტში, საგამოძიებო კომისია აქვს, ისეთ ამბებს ყვებიან, უკვე ისეთი ხალხიც კი ვინც ოპოზიციონერი იყო, დღეს რო უსმინეს იმ ხარჯიანის საქმე შოქში არიან. ასეთ საქმე ექნებათ მილიონი, ნაცებს რა გამოუვლებთ ასეთ საქმეს. ყოველ დღე შოქში იქნება მთელი მოსახლეობა და ეხლა თქვენ მართან ერთად კიდე გუშინ გამოვიდა კიდე კობახიძე და ამბობდა რომ ყველა იქ ვინც დგასო ქუჩაშიო ნაცების დაბრუნება უნდათო. რატო? იმიტომ რომ ვიდგრეში არჩევნებსო თუ ითხოვო 4 პარტია ხომ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და იმ 4-ში 2 ნაცური პარტიაო. მორჩა დამთავრდა ესე ყველას ნაცები გინდა. ნაცური პარტია ამ ქვეყანაში არის ქოცების პარტია. გავიგე, მაგრამ ქოცებისთვის ეგ არ არის. ორი გვამი მომიტანე, ერთი მიუტანა ნამდვილად. გავიგე, მაგრამ ქოცებისთვის ეგრე არ არის, ეგ არა, მე არ ვიზიარებ მაგას. მეტი კოორდინაცია საჭიროა. მე ცოტას ვიტყვი, მაინც ახლა ბარი ჩემ ვერსიასაც ვიტყვი. მე ნაცებმა ცალკე გაერთიანდნენ? მე რა, თქვენ ცალკე გაერთიანდნენ, შეიძლება გასა. ნაცები პრობლემა არის, მაშინ წინა საათიც გითხარი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხوار შეიძლება იგივე სალომე ზურაბიშვილის ეგიდით გაკეთდეს არა რაღაცა ესეთი სტრუქტურა ბაკოორდინირებელი ხოლმე არა პირდაპირ დასახელდეს რიგარეში არჩევნებისთვის პრემიერობის კანდიდატად და რაღაც ჭtildeოვანი კაბინეტის მაგვარი შეიქმნას. გულახდათ რომ გითხრათ ჩვენ მაგას ლაპარაკობდით თავიდან, მაგას გულისხმობდით, მაგრამ რა ალტერნატივა რომ გამოჩნდეს, რომ აი თუ ვიძინა არა, მაშინ ვინ მოდის? ამაზე იყოს სალსახა პასუხი, რომ აი ეს მოდის რა. აი ეს ხალხი მარტო სალომეც არ არის აქ, ანუ
შეიძლება ეს სულ არ იყოს არც ერთი რაღაც მაინც და მაინც რაღაც აფილირებული იმასთან და ყოველ შემთხვევაში აი ნაცების ფაქტორი ამით გარკვეულწილად დაიდრალდება ხომ იმიტომ რომ მე მგონი არც ისინი იქნებოდნენ ამის წინამდე თუმცა მე მესმის აბსოლუტურად გეთანხმები რომ შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის ყოველთვის არის რთული. აი ეს არის რაღაცა კოშმარი. ეს არის რაღაცა თითქოს ძალიან მარტივია და გასაგებია. ამას ისეთ რაკურსებით დააყენებენ ხოლმე, ისეთ პრეტენზიებს მოაბავენ, რომ აი სიმართლე გითხრა. ხო, შენამბობ წინა დღეს რომ რაღაცა იქ რო ვზივარო, მაშინ ვარდებიო აპათიაშიო. ოპოზიციის შეკრებაზე. ხო, ზოგი ისეთი ამპარტავანია, რომ არ ვიცი ეს რა, ორჯერ კაცი გამოჯდება თუ ხალი ტელევიზორში და თავი მე გონია უინსტონ ჩერჩილი ან რა ვიცი, მარგარეტ ტეჩერი მინიმუმ და მე მიდი და იმას რაღაცა არგუმენტით რაღაცა გადაარწმუნა. და რო საერთოდ ეს სიტუაცია ხა როგორ ფიქრობთ აი თქვენი და როგორ იქნება თქვენი თუ არ ვწდები იაგომ თქვა კაჭკაჭიშვილმა რომ მინაულებული ვულკანივით არის ეს ჩვენი რუსთაველის აქცია ნებისმიერ მომენტში იფეთქებს ამაში ვარ დარწმუნებული რომ ეს პროტესტი არსად არ წასულა ისევ არის ჩვენში ვიღაცა შეიძლება ცოტა დაღლილია ვიღაცა შეიძლება ცოტა იმედგაცრუებულია მაგრამ ხელისუფლება რო დაღლილია ეგეთი უნდა სამარცხვინო დღეში არიან ვიღაცა ფლოსტებიან ხალხს ხვდებიან და იმას დადებენ დადებს მაკაბოჭორიშვილი ვიღაც ფლოსტებიან კაცთან შეხვედრის ფოტოს აი ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა განას საგარეო საქმეთა აი ჩვენი და განას ინტერესები პოლიტიკური ისი არის გადაკვეთილი ისტორიულად ხო და ესენ ძალიან ძიმე დღეში არიან სინამდვილეში უბრალოდ რაღაც ახალი სუნთქვა უნდა გაგვეხსნეს და როგორც იმაშია ხოლმე ორთაბრძოლებში ძალიან ბოლო რაუნდები როა და ორივეს კანცი როა გამძვრალი იქ უკვე ფსიქოლოგიურად ვინც უფრო მზად არის და ვისაც უფრო მეტი რწმენა აქვს ის იგებს ხოლმე პოლიტიკური პროცესი მიდის მეტნაკლებად ჭრიალით აი ეს კონსულტაციის პროცესი მე რა ვქნა ხა გულზე ხელს დავიდა არავისკენ ხელს არ უშო ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის ჩვენი კოალიცია ძლიერი საქართველოს რომ უფრო მეტად კოორდინირებული იყოს რაღაცეები ის რა თუნდაც უცხოელებისგან არის საყვედური რომ დელეგაციები მიდიან და ერთს გვეუბნებაო მეორეს გვეუბნება რაღაცაში ჩამოყალიბდით ხო ხა წარმოვიდგინე რა პატარა ჩანს საქართველოს ბრიუსელიდან სტრასბურგიდან ან ვაშინგტონიდან და იქ რო ხედავენ რომ ეს ხალხი ვერ დამჯდარა ერთი მაგიდის გარშე ერთ პრობლემა გვაქვს ერთი დარდი გვაქვს ყველას გვირთხავენ მე შენ გეტყვი რომ არ გვირთხავდნენ და არ გვიჭერდნენ ყველა ხო მაინც ამ დღეში ვარ და მაინც ვცდილობთ რომ რაღაცა ერთმანეთს იმასკნათ რა ქვია ფეხი დაუდოთ მაგრამ არა უშავს ნუ ესეც უნდა ვისწავლოთ და კარგი პროცესი მე რაც ყველაზე მეტად მე იმედება გრძელვადიანად რო შევხედოთ რა პასუხისგებლიანი მოქალაქეების საზოგადოებად ყალიბდებით თანდათან, რომელიც პოლიტიკოსებსაც ძალიან კარგად დაგვიქნევს ხელს. და პოლიტიკოსი ის ხო არ არის რაღაცა საშვი ჩაიდი აქ თუ ის რა ქვია, ქსივა და პოლიტიკოსი ვარ და ივი და პაგონები დაიყენ. პოლიტიკოსი ხარ ის მაშინ როცა ხმას გაძლევენ და ხმას თუ არ გაძლევენ არა ხარ პოლიტიკო რაც არ უნდა იძახო პოლიტიკოსი ვარ ესეთი ამბავი იქნება რა ეს ბუნებრივი გადარჩევის ამბავი იქნება მყარი მოცემულობები ხო არ არსებობს ხო პოლიტიკაში ხო დღეს ესია ხვალ ისია მაგრამ ამ ყველაფერს რაღაცა სწორისვლები უნდა გააკეთო ფეხი უნდა აუწყო და ის მასკნა და ჩვენ დღე-დაღამე ამაზე ვფიქრობთ ახლა დღეს ეხა მოვდივარ ვაგზლიდან იმაზე რა ქვია ზუსტად იმაზე ვფიქრობდით რა როგორ ანაირად არის გასაკეთებელი და მე რა დასკვამები ხო ჩვენ ვართ მაქსიმალ რა ვქნა ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბრძოლაში შესულაზაც არ ვთაკილობ მე თავგადაკლული მათი მოწინააღმდეგე ვიყავ ხო არა ხვალ მოგადგება ვიღაცა და გეტყვის რომ ხარჯიანის მკვლელობაზე პასუხი გამოიწვე შენ რატომ უნდა გასცე ეხა უდესიანის ან ვიღაცის მაგივრად კონების ჩამორთმევაზეო ხო ამდე ხასა 13 წელი გავიდა ხო მოგადგებიან მაინც ხო მოგადგება იმედი ვიღაცა მოგადგება და ქართულ ოცნებას მიადგინე კაცო 13 წელი გავიდა ეხლა რო არ უნდა მიყვებოდნენ სისასტიკეებს 13 წლის განმავლობაში ყველა პროკურორი რო დატოვეს ყველა მოსამართლე ვინ არიან ის მოსამართლეები მურუსიძე და ეს ის ამსონები ვინ არიან რომელი საქმის მოსამართლეები იყო კაც მეორე კაცი მოკლული არ ყავდა და იმ კაცის კვლელობისთვის რო ჩასვეს ერთი მწყემსი არ გახსოვთ აი ესეთი საქმეებზე რო გაწყვეტილებები აქვს წავიდნენ და აი მაგ ხალხი მე კი ნუ მომადგება მე საშიში რო იყო მაშინ ვაკრიტიკებდი სააკაშო წავიდნენ ქართულ ოცნებას მიადგნენ და მოთხოვენ პასუხი თეატრულუკიანს მიადგნენ და მოთხოვენ პასუხი იუსტიციის მინისტრი რო იყო რომ გადმოუგდია ენა და რაღაცებს ლაპარაკობს წავიდნენ და მაგას მოთხოვენ პასუხი ხო იძახდა რომ აუ სასამართლო კაბელითა პროკურორს ზის ახლა კომისიის თავმჯდომარე და ასამართლებს ნაცი ხო ასამართლებს მე მაგას გავასამართლებ 13 წლის მერე კაცო 13 წელი გავიდა 13 25 წელია უკვე 2025 წელი
ხო, რაღაც საოცრად თემას, მაგრამ ამას მე არ მივიღებ, იმიტომ რომ ეხლა საერთო ბრძოლაში ვართ. მე არავის გათეთრება არ მინდა და არავის გაправება არ მინდა. უბრალოდ ჩემთვის ოპოზიციის დაქსაქსულობა ცოტა გაუგებარი ამბავი არის და ამას ხელს უშლის ერთი უნდობლობა შიგნით არსებული და მეორე ეს რაღაცა გადაჭარბებული ამპარტაუნება და თავის თავზე დიდი წარმოდგენები რა და საკუთარი პრიზმიდან რაღაცეების ყურება და პარტიული პრიზმიდან და არ ქვეყნის ინტერესიდან რაც არის ძალიან გულდამწყვეტი სიმართლე გითხრა. ოსმოდაშორის ეს სიმპტომატურია რომ მე პირადად მაგალითად ველოდი რომ აი ეს 100 დღეა ეს პროტესტი მიდის ხო ყოველ დღე ხდება ზუსტაველის გადაკეთვა ამის და ველოდი რომ ეს პროტესტი გამოკვეთდა რაღაც ახალ სახეებს პოლიტიკაშიც. Perspectivul სახეებს პოლიტიკურად. მაგრამ არ გამოიკვეთა. ვთქვათ, პირდაპირ გამოკვეთა ამ პროტესტმა, შეიძლება ითქვას, სიმბოლოები, რაღაცა გმირები თუნდაც, რაღაცა მიმდინარეობის ეს ახალგაზრდები იქნებიან, ზეამაღლობელი იქნება, მაგრამ არა პოლიტიკური ლიდერები. ანუ პოლიტიკური ლიდერებს ჩვენ გინდა წავიდეთ, წამოვიდეთ, მაინც თქვენთან უნდა მოვიდეთ, ესე იგი, ანუ ვერცად ვერ წავალთ. ამიტომ აი ვახუშტიანამდე იმათმა გააკეთეს. კი, გააკეთეს, მაგრამ ნუ ჯეგენი ისედაც აქტიური ხალხი იყო და როგორც არასამთავრობოებს ვიცნობ. გააკეთეს და რა მე ხარ. გააკეთეს და ის ვერ აღარ გამოჩენილა. არჩევნებზე ანუ აქ თემა ის არის რომ ის ხალხი ვინც ახალი ხალხი იყო ამ პროტესტზე აქტიური ხალხი ვინც არის ყოველდღე ტელევიზორში ვინც ჩანს სახიობები რეჟისორი მათ უნდა უნდოდეთ რაღაც მოძრაობის ჩამოყალიბება ასე მაგრამ მათ არ უნდათ ფაქტი ახლა ამის გაკეთება. შესაბამისად ნუ რჩება ველი ისევ თავისუფალი. ახალი ძალა თუ არ გამოჩნდა მართლა გიწევს მე ამას რა ქვია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად რაღაც ალიანსების კეთება და ნუ რაც ჩემი აზრით უპერსპექტივო ამბავია. არა ალიანსების კეთება რატო ახლა ის რა არ უყურებ მე ესე რაღაცა დრამატულად და ტრაგიკულად. ჩემთვის ყველაზე მაგარი ამბავი გავიმეორებ არის ის რომ შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთენ. ესეც არის ახლა ესე უცბად პოლიტიკური ლიდერები ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე ვიღაცა კარგად დროშას გააფრიალებს და ეგრევე წაიყვანენ და პარტიულ სიაში ჩასვან ხოლმე იმის არ იყოს ვიღაცა შტანგას აწევს და ეგრევე სიაში როსვავენ ხო? ასეა უცბად რომ ვიღაცა გამოვარდება და იმისგან მე გინდა პოლიტიკოსი გამოძერწო ესე არ არის. პოლიტიკოსების კრიტიკა და ლანძღვა მარტივია, მაგრამ თვითონ უკეთესი პარტიის შექმნა, უკეთესი პლატფორმის შექმნა ეს გაცილებით რთულია და ყველამ ვისაც უნდა ამაში თავი გამოსცადოს კაცო თავი. არც ის არის პრობლემა რომ ლანძღავდნენ და მაკრიტიკებდნენ, მაგრამ უნდა გვაჩვენო რომ უკეთესები არ მაგრამ პროცესია მაგარი რომ მე სულ რაზეც გული მწყდებოდა რომ რუსებმა განცდა მქონდა რომ 200 წლის მანძილზე წაგვართვეს პასუხისგებლიანი მოქალაქის და საკუთრების განცდა, სამშობლოს საკუთრების განცდა. და ჩვენი რაღაცა სამშობლოს სიყვარული გადავიტანეთ ყანწების ტრიალში. და იმაში რომ თოფის ლულას ჩაასხავდი იმას ღვინოს და აი ნახე როგორ მიყავ და შემეჯიბრე საქართველოს სიყვარულს და ვინ უფრო მეტ ღვინოს დალებდა და გასკდებოდა მაგაში იყო გადატანილი საქართველოს სიყვარული საბჭოთა დროს. და ეხლა ყველა ხვდება რომ საქართველოს სიყვარული არის თუ გინდა რომ საქართველოს დაუმტკიცო სიყვარული, კარგი პასუხისგებლიანი მოქალაქე უნდა იყოს. კუჩა არ უნდა დაანაგვიანო. რუსთაველზე აქციის მერე ბიჩოკი არ გდია, ნამწვი არ გდია სიგარეტის. აი ეს არის, ეს მომწონს მე ყველაზე მეტად და იმ ხალხს რო პრეტენზია, სწორი პრეტენზია აქვს. მაგალითად ეხა შევხვდით პატიმრების ოჯახის წევრებს. აი თიც გვიქნებდნენ და ისე გველაპარაკებდნენ როგორც უნდა ელაპარაკოს ხალხი ყველა პოლიტიკოსთან. ძალიან სწორია ეს ამბავი. ეს ამბავი მე მაგრად მომწონს. იქ ძალიან სწორი რაღაცა ხდება რუსთაველმა აჩვენა და არა მარტო რუსთაველმა, მთელ საქართველოში. პატიმრების თემა მაგალითად რო ვიხდე როგორ ყველა დავამხნევ მაგათო ენაცვალე ვებხო ვასო კაძელიშვილი ვებხო კასრაძე ყველა აბსოლუტურად მხნედ იყავით მაგრად იყავით ოკმელა ძალიან მაგარი ბიჭი და ყველა არ მინდა ვიღაც იმდენი არიან სამწუხაროდ რა შეიძლება გაკეთდეს რომ რაღაცნაირად ამ ხალხის დახსნა მოხერხდეს ხელისუფლება ეს ხო სავაჭრო რაღაცა არის რა ეხა მე 1-2 საყვედური მივიღე რომ შენ იმან გამოიყო საბჭოს ხალხმა გამომიყვანა როგორც გაიგო იმიტომ რომ თვითონ მითხრეს ეს ბერზე რო იყო ჩამოსული იმან თქვა რომ ჩვენ გქონდაო მთავრობასთან წინაპირობაო თუ არ გამოგიშვებდნენ ციხიდანო იმიტომ რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი იყო ვისაც სისხლის სამართლის საქმე გქონდაო ის საქმე ეხაც მაგ 1 აპრილს მაგ რა მაგარი იუმორი აქვს იმაში 1 აპრილს დამენიშნეს ხდომა სასამართლოში ხო და ჩვენ გამოგიყვანეთო და ეს ხო სავაჭრო ამბავი ანუ ბერსეს ვიზიტი შემდგარიყო თუ არ შემდგარიყო ქართულმა ოცნებამ ჩემით ივაჭრა და მე თქვა ორთვიანი წინასწარი პატიმრობიდან გამომიშვეს იმიტომ რომ ბერსე ჩამოსულიყო და ეჩვენებინათ რომ აი ჩვენ უცხოელებიც ხვდებიან ეს ხო სავაჭრო არ არის სამართალზე და კანონზე იქ არ არის ლაპარაკი ხო სავაჭრო დააქვთ ბიძინა ივანიშვილს იმიტომ რომ იცის რომ ადრე თუ გვიან რაღაცების დათმობა მოუწევს და უნდა რომ ეს მაგიდაზე იდოს როგორც ერთ-ერთი სავაჭრო
კარტი მე თავი ბოლო ეს არის ამიტომ ჩვენ უნდა შევქონათ ისეთი სიტუაცია რომ ბიძინა ივანიშვილი აქეთ იხვეწებოდეს შეხვედრას ერთი გლობალურად რო შევხედოთ ეხლა ტრამპმა იმისთანა გრიგალი დაატრიალა მთელ მსოფლიოში რომ ამათ ეგონათ რომ მაგათი კაცი იყო და ეხლა რაღაცები რომ დაალაგდება დამშვიდდება მე მიხვდებიან რომ სინამდვილეში აფერი დაალაგებული ბიძინა ივანიშვილს ტრამპთან არ ქონდა და იქით დაიწყებს ხვეწმას რომ მათ დაგელაპარაკებით და პოლიტპატიმრების ამბავი ხო ეს ამბავი არის რა რომ ყველას გამოუშვებენ, როდესაც საქმე აი ამ მოლაპარაკებამდე მივიდა. იმისთვის რომ საქმე მივიდეს რუსთაველზე აქცია არ უნდა შეწყდეს 31-ში ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, ხვალ ძალიან საინტერესო მარშია. 8 საათზე მარჯანიშვილიდან ყველას მინდა. ანუ 31-ში დაიგეგმა, ეხლა 22-ში რატო დაგეგმეთ კიდევ? ეს არის თითქოს ამაზე იყო სწორება 31-ში. 22-ში არის მარჯანიშვილიდან. არ არის შეუთანხმებელი. ხვალ არის მარში, მეგობარი აქტის მხარდამჭერი, ბევრი ამერიკული დროშით უნდა მივიდეთ, რომ იქ უფრო მეტი мотиваცია გქონდეთ. ხო და ამერიკული დროშით ხო ხელისუფლება მე ეტყვის, რომ აი ხომ ამბობდით უსამშობლო ამერიკა აინტერესებს საქართველოს არაო რა. ბებია მაგაცა რა, მაგათ რაღაცა უნდა ილაპარაკონ უსამშობლოები უჯიშვები და მეგთამები თვითონ არიან სულ გაყიდულები რუსებზე და თავის თავს მიხედონ. სულ მაინტერესებს ჩვენზე ისინი რას ლაპარაკობენ. ეგ უსამშობლოები მართლა ეგ. ფულის მეტი რომ მაგათ სამშობლო არის ფული, მოპარული ფული რომ თქლიფონ და ბიძინა ივანიშვილს რომ კუდი უკიცინონ. ეგ არის მაგათ სამშობლო და მეტი არაფერი. აიმიტომაც ეს მარტო. მაგრამ აი ამ პროცესმა რაღაცნაირად აი თვითონ ხელისუფლება ხარასაც უყურებთ კი აშკარად ეთყობათ რომ ეს პროტესტი მაგრა უშლით ნერვებს. ძალიან. მაგრამ მეორე მხრივ შიდა რგუევის ისინი არ შეინიშნება რაღაც. აი როგორ უნდა მოხდეს რომ გაფართოვდეს ტვირიას. კიდე რა არის საჭირო? ჩემი აზრი ხო უნდა გაფართოვდეს და არ უნდა შევწყვიტოთ. აი როგორც მრავალ რაუნდიან ბრძოლაში, ფსიქოლოგიური მზაობა და რწმენა ვისაც მეტი აქვს ის იმარჯვებს. ხო თქვენც ჩემზე კარგად იცით რომ ტრამპის ეს რაღაც გრიგალი წამოეწიათ, როცა ძალიან კუთხეში იყვნენ, იქიდან როგორც კი გაისმა რომ ბიზნესმენები ჩაჯდებოდნენ სანქციებულთა სიაში. აი მან იმისთანა დავით არაბა ქონდა და იმისთანა სირბილები და წიოკი და ისეთი ამბები ქონდათ რომ აი მან დაფეთნენ, მაგრამ მე ზელენსკის ლანძღვის მერე ცოტა ფერზე მოვიდნენ, რატო? იმიტომ რომ მანამდე ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი იყო ეჩეუტანელი, ხო? აი ყველა საშუალო მაღალი და დაბალი რგოლის კოცი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი ისა აქ რა ქვია, ხო? იქ ვიღაცები გამოვლენ, მე ხაინდრავა, აი შვეიცარიის საბანკო სისტემა ჩამოშალა. თუ წაიკითხე ის кейსი რა იყო, ის კრედიტ სუისის, არა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოშალა 30 ბიძინა ივანიშვილს მოპარეს ფული იქ და იმიტომ ჩამოიშალა ის ბანკი. სხვებსაც რო პარავდნენ უღმერთოდ რა ჟუაჟა ბიძინა ივანიშვილი. და ეს იმიჯი იმსხვრეოდა ამ სანქციებით. ევროპისგანაც და შეერთებული შტატებისგან ბიძინა ივანიშვილი უძლებელია და ის თვითონ კოცებში დაერხათ და მე იმაშებოდნენ და აი ამ ტრამპის ამბებმა ზელენსკის ლანძღვამ აი ძალიან ძიმე სურათმა რაც იქ თეთრი სახლის აი მოვალურ დარბაზში რაც იყო აი მან მე ცოტა ფერზე მოიყვანა თორე იშლებოდნენ ძალიან მშვენივრად ვიცი რომ ძალიან ძიმე ამბავი იყო განსაკუთრებით აი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების გარშემო ცეხავიკები ვინც არიან იმათმა რომ გაიგეს რომ შეიძლება სანქცირებულები ყოფილიყვნენ აი და დაფშვნის პირას იყვნენ აი ხა ის ფერზე მოვიდნენ მაგრამ ეხა თანდათან ხო ნახეს არა რიშის ელანძღავდნენ ეხა საბოლოო ჯამში ტრამპი რას იზამს და როგორ გადაწყდება ხო არაპროგნოზირებადი ამიტომ ხა მაგის იმედად ვერ იქნება თუ ის მეგობარი აქტი მიიღეს თუ მეგობარი აქტი მიიღეს ძალიანაც პროგნოზირებადი არის რა უნდა ქნა ეს პრაქტიკულად გამოვარო ტრამპის მხრიდან არის ვიზირებული. ორპარტიული მხარდაჭერა აქ ჯერჯერობით, მეგობარი აქტი თუ გაიტანეს და მიიღეს, ის შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს, ახლა იქ ხო რაღაც გრძელი პროცედურაცაა. ის თუ მიიღეს, ესე იგი, ესენი შავდღეში არიან. დღევანდელი ამბავი რა, გამოვიდნენ ლანძღეს, რიში ეგონათ რაღაც რეები არ უძახეს, თაღლითი მატყუარა ესა ჯიმრიში და დღეს ამ ხელაპოსტი დაწერა ტრამპმა რომ აი რიში რა მაგარი კაცია, ეხა აიდაჰოში კენჭი ყრის, თუ არა მეშლება აიდაჰოში და ამ მხარე დაუჭირეთ ეს უღალატო კაცია პრინციპული. ხო და ეხა კობახიძე ფიქრობს რა მათქმევი რა ის დოზანაო და იმაშოვე ენაზე იკვინა და იდაჰზე ალბათ, ხო? ასე რომ ეგრეც არ არის რა, რომ ის არის და ამერიკიდან მოკლედ როგორც ჩვენმა კობახიძემ თქვა, როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნებაო, ხო თქვა. ჯერ ეგ რა მაგარი სუვერენიტეტია. ხო იძახია რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვიცავთ, პირველ რიგში ჩვენი სუვერენიტეტი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრო კაცი თავის თავს ეძახის, გამოდის და საქართველოსში სიტუაცია ისე იქნება, როგორც ტრამპი იტყვისო. ეგ არის სუვერენიტეტი და ეგ არის რაღაც თავმოყრება. ნუ მაშინ იმედი ქონდა რომ ისე იტყოდა როგორც მასაკდა და არც ისე რო თქვა და არც ასე. ჯერ არ არის, ახლა შეიძლება აქ იყოს ასეთი მომენტი, რომ დიდხანს გაიწელოს სიტუაცია. თუმცა მე არ მგონია, რომ ისე დიდხანს გაიწელოს, აი ადრე ვამბობდი შემთხვევაზე, ჩილეში პინოჩეტის დიქტატურის წინააღმდეგ
დაახლოებით წელიწად ნახევარი გრძელდებოდა კანონმდებლობები ეს აქციები და ბრძოლა ეს ცოცხალი თავი არ უნდა იმასაც წასვლა ხელისუფლებიდან მაგრამ მოუწია წელიწად ნახევრის მერე აი აქ ჯერ 100 დღე ვართ რაც ეს ბრძოლა გვაქვს აი რომ გაიწეროს აი რისთვის არის რა სცენარები წარმოგიდგენთ ცუდი ვარიანტი რა სცენარი წარმოუდგენია მაგალითად იგივე თქვენ გაერთიანებას აი რა შეიძლება გააფუჭოს და გაფუჭდეს თუ დაუშვათ საერთაშორისო კონიუნქტურა ვერ მოიცალეს კიდე დიდხანს ზილაივანიშვილისთვის და კი ბატონო არა ასე არ მგონია ესე ხო შავდღეში არიან აი მართლა და არავი თურქმენეთში დადიან ბატონო რაზე ეთყობათ ეს ხო გძელვადიანად დაგვარტყავს ეკონომიკა ყველანაირი დახმარება შეწყდა 11%-იანიც და 11%-იანიც და იმის ხარჯზე რომ სურათები რომ შემოიტანა იმაში რა ქვია და 200 მილიონი ბიუჯეტში არ დააგდა ეგ არის ეგ გაიყვანეს იმაში რა ქვია ეკონომიკური და რა გაიყვანეს მაგრამ ოფიციალურად ეგრეა რა ეკონომიკური და აქვს სოფლიო ბანკი პროგნოზირებს რომ მომავალ წელსაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური დაექნება საქართველოს ამათ ესე თუ გააგრძელეს რა საპროგნოზირებენ ნახეთ არა საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს საერთაშორისო ერთ-ერთი შეერთებული შტატები არ ამბობს არც ისე და არც ასე ამაზე ევროკავშირი ძალიან ნათელია ხო ორბანის გარდა ამათი მხარდამჭერი არ არის და პირიქით ყველა ასანქციებს და აგერ არ არის გამორიცხული რომ ბრიტანეთმა დაასანქციოს ესენი და ბრიტანეთის სანქცია შეიძლება ამერიკელების სანქციაზე უფრო მძიმე იყოს იმიტომ რომ აი ვირჯინიის კონსულები და ისინი სადაც ოფშორებია ყველა ბრიტანეთთან არის მიმული ეკონომიკურადაც დაარტყავს და რა მთავრობა ესენი არის შეძრებიან გვირაბებით პარლამენტში იქა დიდი გული გამოძრებიან და გარბიან ქუჩაში ეგენი ვერ გამოდიან ღონისძიებას ესენი ვერ ატარებენ ვერაფერს ვერ აკეთებენ საერთოდ რანაირად არიან კარგ დღეში და არიან თელი სუსი დაკავებულია იმით ოპოზიციის თვალთვალით და მოსმენით კი არა რომ შიგნით ყავთ შანტაჟი და უბედურ დღეში რომ არ იქავ ვიღაცამ იმას ქნას რა ქვია არ გახდეს სადღაც და არ გაიწეს ჯერჯერობით არიან ჯერჯერობით არიან ხო მაგრამ ჩვენც ვართ თავარი ამათი ის რა იყო რომ პროტესტი გამქრალიყო და პროტესტი არ ყოფილიყო რა არქნეს ამისთვის ხო 5000 ლარიანი ჯარიმა აგერ ფონდები დააყადათ ამ პროტესტს მოხერხებული ხალხი ვართ ადაპტაციას იულად ვახერხებთ პროტესტი არ გაჩერებულა პირიქით ჩვენი ბუნებრივი მოკავშირე მოვიდა გაზაფხული და მათი ბუნებრივი მოწინააღმდეგე ხო ზამთრის იმედი ჰქონდათ მათ შორის ეს ისეთი მარათონული ის არის რა ქვია რა მარათონულ იმაზე ბრძოლა არის და სირბილი და მარტივად არ იქნება ეს ამბავი შევხედოთ ბაშკი მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ვიცი რომ დავათმობინებთ რა ერთადერთი ამათ ეხა აი ამ როგორც გითხარით ტრამპის ამბავმა ეგონათ რომ სულზე მოუსწროთ მაგრამ იქიდანაც რაღაცები რომ დაალაგდება რომ ნახავთ მეგობარი აქტის პერსპექტივა როგორ იქნება აი როგორ აჭიკჭიკდებიან მე კი ბატონო მადლობა დიდი ალეკველისაშვილი იყო ჩვენი სტუმარი მე გემშვიდობებით კვირამდე კვირას 20 საათზე გადაცემაში პოლიტ ქალაქის შოხდებით